დღეს მსოფლიო ჩახუტების დღეა. თარიღს საქართველოში უკვე მესამე, ხოლო ბათუმში მეორე წელი აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით 6 მაისის პარკში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მოეწყო. მოხალისეები ქუჩაში გამლელებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს ეხუტებოდნენ სითბოსა და სიყვარულს გაზიარების ნიშნად. თარიღი პირველად 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნეს სახელწოდებით ეროვნული ჩახუტების დღე, რომელმაც სახელი მას შემდეგ შეიცვალა, რაც იგი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გავრცელდა. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებმა ერთმანეთს სითბო ჩახუტებით გადასცენ. თემაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ. ძალიან ცოტა მე საერთო წრე ვიკრიბებით და ეს დავდივართ ქუჩებში და ვაცნობთ ხალხს. ვფიქრობ, რომ ესეთი აქციები ხშირად რო იყოს, უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ აღარ იქნება რთული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ზოგს სხვანაირად ესმის, ზოგი პირიქით უფრო პოზიტიური ემოციას გადმოცემს და უფრო უკეთესად გვეხუტება და დარწმუნებული ვარ, არსებობს ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ, ჩვენ არ ჩაგვეხუტეს და ჩვენ ყველასთან მივალთ და ჩავეხუტებით. ორგანიზატორებს სრულიად შევთქვევით შევეჩეხე ქუჩაში და აღმოჩნდა, რომ მართლა ძალიან დიდი პოზიტივი მოაქვს ამ უცხო ადამიანებზე ჩახუტებას, თუმცა თავიდან რა თქმა უნდა გამიჭირდა ესეთი კომპლექსის მაგვარი რაღაც შეგრძნება იყო, თუმცა დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან დიდი პოზიტივი მოდის და აქტიურად გავაგრძელებ დღის განმავლობაში უცხო ადამიანებზე ჩახუტებას. ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანისთვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება მაინც არის ურთიერთობის მოთხოვნილება და ურთიერთობის დროს ადამიანებს მხოლოდ საუბარი არ აყოფნით და არ არის მათთვის საკმარისი და დამაკმაყოფილებელი. ამ დროს ურთიერთობის შემთხვევაში ჩვენ უფრო ახლოს მისვლის სურვილი გვიჩნდება ჩახუტების მოფერების და განსაკუთრებით იმ ადამიანის, ვინც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საყვარელია. ამიტომ ვუსურვებდი ადამიანებს, რომ მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ.